მოგესალმებით დიდი სიყვარულით. მე მქვია ეთო. მე ვარ ტაროლოგი, უკვე შემიძლია ვთქვა ეს სიტყვები, რადგან მე ვარ ვალენტინა ბარბაქაძის მოსწავლე აღარ ვარ უკვე. დავამთავრე სამივე კურსი ტარო აკადემიის და ეხლა ვიღებ უკვე სერტიფიკატს, რაც ძალიან მიხარია. და აქვე მინდა შეგახსენოთ, შავი პარასკევის აქციასთან დაკავშირებით გრძელდება 1 დეკემბრამდე. პირად კონსულტაციებზე ვინც ჩაეწერებით ჩემთან 50%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. ასევე გამოგითვლით მომავალი წლის ენერგიას, ძირითად ენერგიას უფასოდ, საჩუქრად. მოდი ვნახოთ ახლა რა გაგეხარდებათ ძალიან მალე, რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. მოდი გავაკეთოთ ერთ კვირაზე, იმიტომ რომ ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამასთან დაკავშირებით და კიდევ გავაკეთებ. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. თქვენ შესაძლებელია იცით როგორ ენერგიებში იყოთ. თითქოს ზოგიერთ შეიძლება იყოს გაურკვეველ სიტუაციაში. თითქოს მიდის სადღაც, მაგრამ არ იცის საით მიდის. შესაძლებელია კიდევ ესეთი რაღაც საქმის დაწყება, წამოწყება გინდოდეთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ გამოვა თუ არა ეს საქმე. ასევე შესაძლებელია ზოგიერთთან, ანუ ამდენს, იმიტომ რომ უფრო ვიდეო საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება. ასევე ზოგიერთ შეიძლება იყოთ ესეთ ენერგიებში, თითქოს სამყაროს იმედი გაქვთ, გქონიათ, რომ რაღაცა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში. რაღაცის მოლოდინი გაქვთ, რაღაცას ელოდებით. კი, გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, არ იცით საით წახვიდეთ, მაგრამ მოლოდინი მაინც კარგი გაქვთ. თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი რატომღაც ესეთ ენერგიებში ხართ რა. და რა მოიჩქარის თქვენსგან, რაც ძალიან გაგეხარდებათ. თქვენს ცხოვრებაში თუ იყო კამათი და გაუგებრობა, ეს კამათი და გაუგებრობა დასრულდება. და მოიჩქარის როგორ ენერგიებში გადახვალთ, იცით? სტაბილურად იგრძნობთ თავს. აი თითქოს როგორ იცით, შესაძლებელია მიიღოთ ფინანსური შემოსავალით, ასევე საჩუქარიც შესაძლებელია მიიღოთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან, ან ახლობლისგან, რომელიც ძალიან გაგეხარდებათ. ზოგიერთთან შესაძლებელია მოდიოდეს თქვენი ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით და მოქმედება არ გქონდა. კიდე რა მოიჩქარის თქვენსგან? თქვენ აი ხომ თქვით, ნახეთ, თქვენ შესაძლებელია ზიხართ ახლა და რაღაცას ელოდებით, თითქოს მოქმედება იმდენად არ გაქვთ. უფრო ფიქრობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, რა გააკეთოთ, როგორ მოიქცეთ, საით წახვიდეთ. ცოტა უცნაურ ენერგიებში შეიძლება, ცოტა ცივ ენერგიებში გრძნობდეთ ზოგჯერ თავს. თუმცა დასაფიქრებლად მაინც ესეც საჭიროა რა. ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით მინდა გითხრათ. და რა მოიჩქარის თქვენსგან, იცით? შესაძლებელია თქვენ მიიღებთ ფინანსებს, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდით. ასევე შესაძლებელია რაღაც ახალი ამბავი გაიგოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. შესაძლებელია ისეთი SMS-ი მოგივიდეთ, ან ისეთი ზარი, რომელიც ძალიან გაგახარებთ. ესეთი რაღაცაც შესაძლებელია, თითქოს ადამიანი ელოდება, რომ რაღაც უნდა გაუხარდეს. აი ნახეთ, რა საყვარელი არკანია. კიდე რა გაგეხარდებათ, იცით? სტაბილურად იგრძნობთ თავს, აი თითქოს დაელოდებით თქვენს შემოსავალს. საკმაოდ მშვიდ ენერგიებში იქნებით. კიდევ რა სიახლეები მოიჩქარის თქვენსგან? თუ თქვენ ფიქრობდით, რომ ანუ თქვენი ცხოვრების გზაზე მარტო მიდიოდით და არავინ არ გეხმარებოდა, თუ თქვენ ზოგჯერ მარტო გრძნობდით თავს და არ იცოდით საით წასულიყავით, აი თითქოს მომავლისთვის იბრძოდით. აი ეს მდგომარეობა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. კიდევ რა მოიჩქარის, იცით? თქვენ კარგად დაფიქრდებით, რა გააკეთოთ, როგორ მოიქცეთ, თუნდაც იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ გაზარდოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი. ახლა თუ ეს ეხება პირად ურთიერთობას, თქვენ შესაძლებელია ცოტა მოწყენილად გრძნობდით თავს აქამდე, მაგრამ აქედანაც გამოხვალთ, კარგად დაფიქრდებით, რა იყო მანამდე, რა მოგიტანათ კარგი ამ ურთიერთობამ, რაზე გული დაგწდათ და ასე შემდეგ. კიდევ რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში?
მოიჩქარის, ნამდვილად მოიჩქარის რაღაც. გონებით კარგად დაფიქრდებით, გაანალიზებთ ყველაფერს და წინ მომავალისკენ წახვალთ, აი თითქოს ახალი იმედებით, ახალი შემართებით და ახალი ბრძოლის უნარით. თითქოს გამოხვალთ იმ გამოუვალი სიტუაციიდან, რაშიც აქამდე გრძნობდით თავს, თითქოს ვერ ხედავდით გამოსავალს, მაგრამ აუცილებლად დაინახავთ. და ძალიან სწრაფად იმოქმედებთ უკვე, ძალიან სწრაფად. კიდევ რა გაიხარდებათ? თქვენ შესაძლებელია გქონდეთ წინსვლა წარმატება, ეს შესაძლებელია ეხებოდეს სამსახურს, თუნდაც ფინანსურ შემოსავალსაც, შესაძლებელია ეხებოდეს პირად ურთიერთობასაც, შესაძლებელია თქვენი ადამიანი მოვიდეს გზიდან, რომელსაც თქვენ ძალიან დიდი ხანია ელოდებით და მას არ ქონდა მოქმედება. მოდის. იცით როგორ იგრძნობთ თავს, ანუ იმპერატრიცას პოზიციაში ნახეთ, მიმღების ენერგიაში გადახვალთ. აი თითქოს სიუხვით სავსე იქნებით, სრულყოფილად იგრძნობთ თავს. თითქოს სამყარომ საჩქარი თქვენთვისაც გამოიმეტა, რატომღაც ეს სიტყვები მოდის. და კიდე რაღაცა სიზეიმებთ, იცით, გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც თქვენ დაგეგმილი გქონდათ და გინდოდათ რომ გაგეხორციელებინათ, შესაძლებელია ეს საქმე გამოვიდეს და თქვენ ამას ძალიან იზეიმებთ. აი მე გავიმარჯვე. აი ასე. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.